ვიწყებთ მესამე ნაწილის მოქსოვას. პირველ რიგში გავაკეთეთ 4 ყვავილი, მეორე რიგში გავაკეთეთ 3 ყვავილი, ეხლა მესამე რიგში გვაქვს გასაკეთებელი 2 ყვავილი. გავჩერდით აი აქ, შეხედეთ 2-ია მოსაქსოვი და ვიწყებთ 20 ჰაეროვნით. მეხუთეში შევდივართ, შემაერთებელ თვალს ვაკეთებთ, შემდეგ 3 შემაერთებელ თვალს, 3 შემაერთებელი თვალი, ამის შემდეგ მოქსოვილი გადავიტანოთ ძაფის ზემოთ და ძაფი გავათავისუფლოთ, 2 ჰაეროვანი გავაკეთოთ და უნდა მოვქსოვოთ 7 თაღი, რომელიც იქსოვება 1 ნამატიანებისა და 2 ჰაეროვნების საშუალებით. ანუ 1 ნამატიანის შემდეგ ყოველთვის 2 ჰაეროვანი მოდის. ეს ჩვენ მოქსოვილი გვაქვს და ალბათ ბევრი ახსნა აღარ გვჭირდება. ერთი, ორი, სამი, ერთიც მინდა, ერთი სვეტიც, კიდევ 2 ჰაეროვანი და შევაერთოთ. ციცოთი. ვერა ცუდად ჩანს. აი ასე. შევაერთეთ. შემდეგ მოვქსოვოთ 4 შემაერთებელი. ეს იქნება ყვავილის ფურცლის პირველი სვეტი და დაგვჭირდება კიდევ 3 ორნამატიანის მოქსოვა. კიდევ გადავიტანოთ, გავანთავისუფლოთ და დავიწყოთ მოქსოვა. 3 ორნამატიანი სვეტის მოქსოვა ჭირდება. ამის შემდეგ ვსოვთ 2 ჰაეროვანს და მოდით წაღმა პირით დავდოთ ნაქსოვი. აი, შეხედეთ, როგორ ემჩნევა, სად უნდა შევაერთოთ. ეს გავადიდე. ნახეთ, აი აქ შევდივარ, გამოვიტანა თვალს და 1 ჰაეროვანს მოვქსოვ. გავაგრძელოთ ახლა. მეორე თაღი შევავსოთ სვეტებით. 2 ნამატიანი სვეტებით. ვქსოვთ ყვავილის მეორე ფურცელს. დროდადრო მესიჯები მოდის და შეწყვეტა მიწევს ხოლმე ცოტა ხნით ქსოვის. ეხლა 4 ჰაეროვანი და აი შეხედეთ, აი ამ გადაკვეთაზე შევდივართ, ამ თვალს გამოვიტანთ და ვქსოვთ 4 ჰაეროვანს. და შემდეგი თაღის მოქსოვას შეუდგეთ. აი ასე. ამის შემდეგ 3 ჰაეროვანი უნდა მოვქსოვოთ. 3 ჰაეროვანი და შემდეგი თაღი გვექნება მოსაქსოვი. თითქოს ადვილი მოსაქსოვია, მაგრამ დასამახსოვრებლად არ არის ადვილი. რომელი თვალი რასთან უნდა შეერთდეს,
თუ კარგად არ დავაკვირდით, შეიძლება შეგვეშალოს. 4 თაღი დარჩა, ნახეთ 4 თაღი და მე 20 ხაეროვანს მოვგსოვ. აი ასე, მეხუთეში შევალთ, გამოვიტანთ თვალს, შემდეგ სამი შემაერთებელი, ანუ ერთი შემაერთებელით გავაკეთეთ ეს პატარა წრე, მერე სამი შემაერთებელი, გადავიტანოთ ეს საპირისპირო მხარეს, რომ გავათავისუფლოთ ძაფი 2 ხაეროვანი და ახალი ყვავილის მოგსოვა დავიწყოთ. ერთი, ორი. დავითვლით თაღებს, კი 7 თაღია, 2 ხაეროვანსაც ვამატებ და შემდეგ შემაერთებელი თვალით წრე უნდა შევკრათ. აი ესე შემაერთებელი თვალით. ეხლა მოვგსოვოთ 4 შემაერთებელი, 1, 2, 3, არ მიყვარს ხაეროვნების მოგსოვა ხოლმე, ცოტა რთულია. გადავიტანოთ მოგსოვილი საპირისპირო მხარეს და დავიწყოთ ყვავილის ფურცლების მოგსოვა. 3 ორნამენტიანსაც მოვგსოვე და 2 ხაეროვანი. ისევ გავასწორებ ამ ჩემ ნაკსოვს, რომ გავარკვიო რა უნდა გავაკეთო ახლა. აი, ასე უნდა დავდოთ. გავადიდე, არ ჩანს ხო? აი, გავადიდე ეს თვალი, 2 ხაეროვანი მოვგსოვე, მერე გავადიდე, აქ შევდივარ, აი აქ შევდივარ და გამოვიტან ამ თვალს. შეხედეთ, მივამაგრეთ. მერე მოვჭიმოთ ცოტა ძაფი, კარგად მიმაგრდეს და 1 ხაეროვანი გავაკეთოთ. გადავიდეთ შემდეგი სვეტის მოგსოვაზე. აი, შემდეგ სვეტს გსოვთ. დღეს ძალიან ჩამოცხა. საღამოა და ძალიან ცხელა. ეხლა მოვგსოვოთ 4 ხაეროვანი, კვლავ დავდებ ასე და შეხედეთ, სად ვაერთებთ? აი აქ. გავადიდე თვალი, გამოვაცალე, ყაისნახი, აქ თითქოს წრეა უკვე გაკეთებული, ნახეთ? ამ წრეში შევუყარე ყაისნახი, გამოვიღე თვალი და ისევ 4 ხაეროვანი მოვგსოვოთ. 2, 3, 4, კი ბატონო და გადავდივარ შემდეგი ორნამენტიანით, შემდეგი თაღის მოგსოვაზე.
ამის შემდეგ უნდა მოვგზავნოთ ორი ჰაეროვანი. აი ახლა ნახეთ, აშკარა გვეუბნება, რომ აქ უნდა შევაერთოთ. აი ამასთან. გამოვიყვანოთ ეს თვალი, აი ასე და ერთი ჰაეროვანი მოვგზავნოთ. გადავიდეთ შემდეგზე. 1 ორნამატიანი, 2 ორნამატიანი, 3 ორნამატიანი და მეოთხე ორნამატიანიც. აი ასე. 4 ჰაეროვანი მოვგზავნოთ. 1, 2, 3, 4 გამოვაცალე და შემდეგი გადაკვეთა, სადაც არის, იქ შევუყარე ყაისნაღი, გამოვიყვანე თვალი და ისევ 4 ჰაეროვანი მოვგზავნე და ვაგრძელე თაღების მოგზოვას. აი ასე. ნახეთ. შემდეგ 3 ჰაეროვანი, გავასწორო. 3 ჰაეროვანი და შემდეგი თაღი დავიწყოთ. აქაც 4 ორნამატიანი, როგორც ყველა თაღში, აქაც 4 ორნამატიანს ვაკეთებ. შემდეგ 9 ჰაეროვანი და გადავდივართ შემდეგზე. ისევ 4 ორნამატიანი, მე ვნახოთ შედეგი. აბა ვნახოთ შვენიერი გამოდის. აქ 4-ია, აი აქ დაბლა, აქ 3, აქ 2. დაგვრჩა კიდევ 1, აი მოსაქსოვი. გავაკეთოთ 3 ჰაეროვანი და ეს თაღიც შევავსოთ. აი ესე შევავსეთ თაღი. შემდეგ 4 ჰაეროვანი მოვგზავნოთ და ნახეთ, სად უნდა შევიდე, აი ამ ნახრეთში, ამ 2 ყვავილის გადასაბმელ ზოლის ქვევით. აი ამ თაღში. შევედი და უნამატო მოვგზავნე. კიდევ მოვგზავნოთ 4 ჰაეროვანი და შემდეგი ორნამატიანი, შემეშალა ერთი ნამატი გავაკეთე და შემდეგი თაღი მოვგზავნოთ 4 ორნამატიანით. აი ასე. 3 ჰაეროვანი და ისევ გადავედით შემდეგ თაღზე, დავამთავროთ ეს თაღიც. ამის შემდეგ მოვგზავნთ ერთი წუთი. დიდ გავასწოროთ. ეხლა
ისევ 20 ჰაეროვანი უნდა მოვგზავნოთ. ჰაეროვანი მეხუთეში შევდივართ, მოვგზავნოთ თვალს, შემდეგ 3 შემაერთებელი, ერთი წუთი, 3 შემაერთებელი უნდა მოვგზავნოთ, 1, 2, 3. ეხლა რადგან ეს საქსოვი გვიშლის ხელს და გადავატაროთ ძაბს, გავანთავისუფლოთ და 2 ჰაეროვანი მოვგზავნოთ. შემდეგ 1 ნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი და ასე შემდეგ, სანამ 7 თაღი არ მოიგზავნება. ესე ცოტა შევავიწროვებ. კიდევ 2 ჰაეროვანი არ შეგეშალოთ და მეტი თაღი არ გააკეთოთ. ზოგჯერ მეშლება ხოლმე და მერე დასარღვევი მიხდება. აუცილებლად უნდა იყოს 8 თაღი, ანუ 7-ს რომ მოვგზავნოთ, აი 7 დავითვალოთ მოდით თაღები, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, მერე 2 ჰაეროვანსაც გზავნოთ და მივაერთოთ, ხო? აი ესე მივაერთოთ. ეხლა მოდით მოვგზავნოთ 4 შემაერთებელი თვალი. მე მგონი კარგად ჩანს, სადაც გზავნოთ. ანუ ჩვენ უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ 2 ძაფის ქვემოთ უნდა შევიყვანოთ. კი, მესმის ცოტა რთულია. მეც ვწვალობ ხოლმე, მაგრამ აუცილებელია, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. ესე იგი 4 შემაერთებელი თვალი გავაკეთეთ, კიდევ გადავხედო ხომ 8 თაღია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, კი ბატონო. ეს მოგზოვილი გადავდოთ ესე, გავანთავისუფლეთ და დავიწყოთ თაღების შევსება. მოდით ახლა გავასწოროთ ნაკსოვი. აი ასე გავასწოროთ. ცოტა ჩამოვწევ კარგად რომ ჩანდეს, ასე დავდოთ. 2 ჰაეროვანი გავაკეთოთ, ეს არ დაგვავიწყდეს, აუცილებელია გავადიდოთ ეს თვალი, მერე შევდივართ აი აქ და გამოგვაქვს ეს თვალი. ამის მერე 1 ჰაეროვანს გზავნთ და გადავიდეთ შემდეგი სვეტის მოგზოვაზე. ამის შემდეგ 4 ჰაეროვანი უნდა მოვგზავნოთ და სად ვამაგრებთ? ნახეთ, აი აქ. კიდევ 4 ჰაეროვანი მოვგზავნოთ და შემდეგი სვეტია მოსაქსოვი. კიდევ 2 ნამატი და აი მოვგზავნეთ. სამი ჰაეროვანი მოვგზავნოთ, შემდეგ
დავიწყოთ შემდეგი სვეტის ათვისება. და ნახეთ, ეხლავე აქ უნდა იყოს 4, 4 დაგვრჩა მოსაქსოვი და მოვგზავნოთ 9 თვალს. 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. აბა დააკვირდით. ასე. გადავიდეთ შემდეგ თაღზე, რა თქმა უნდა, ისევ 2 ნამატით და მოვგზავნოთ შემდეგი თაღი. ასე. სამი ცალი მოვგზავნოთ ჰაეროვანი და შემდეგი თაღის მოგზავნოთ დავიწყოთ. ოთხი ორნამატიანი მოვგზავნეთ. და ახლა 9 ჰაეროვანი უნდა მოვგზავნოთ. 9 ჰაეროვანი. შემდეგი სვეტი მოვგზავნოთ. ანუ თითო სვეტში 4 ორნამატიანი. მერე 3 ჰაეროვანი მოვგზავნოთ. ძაფი ისევ აიბლანდა. გავასწორებ ეხლავე. სამი ჰაეროვანი მოვგზავნე და გადავიდეთ შემდეგ თაღზე. ნახოთ რა გამოგვივიდა. აქ უკვე ერთი ყვავილი გამოჩნდა. ასე. გავაგრძელოთ გზოვა. ამის შემდეგ 4 ჰაეროვანი მოვგზავნოთ და ამ თაღში შეხედეთ ეს თაღი სად არის? გვერდზეა. ეს ყვავილია აქ არის მარცხნივ გვერდზე. ანუ აქეთა ნაპირს გზავთ ახლა. აქ ყვაკლია მოსაქსოვი ამ გვერდს. ესე გვიდევს ხო, საწყისი იყო 4, 3, 2, 1, ხო? ეხლა ესე მოვდივართ აქეთ. ჩვენ ხო ესე ვგზავნით ეს. ეხლა ასე წამოვიდეთ. მოვგზავნეთ 4, მერე გვერდზე დიდ თაღში შევედით, უნამატო მოვგზავნეთ და ნახეთ 4 ჰაეროვანი. ასე გაკეთდა. შემდეგ მოვგზავნოთ აქ 2 როა დარჩენილი ცარიელი.
ორნამატიანი სამი ჰაეროვანი მოვგზავნოთ და ისევ 4 ორნამატიანი, რა თქმა უნდა, შემდეგში, ხომ? მეოთხეც მოვგზავნოთ. შემდეგ უნდა მოვგზავნოთ 4 ჰაეროვანი და აი აქ ვამაგრებთ შემდეგ დიდ თაღში კიდევ 4 ჰაეროვანი. ძაფი გამოვშალოთ. ეხლავე და აი 4 ჰაეროვანი და შემდეგ თაღში მოვგზავნოთ 4 ორნამატიანი. ой სამი ჰაეროვანი უნდა მოვგზავნოთ და ისევ 4 ორნამატიანი. აი მოვედით ამ თაღთან 4 ჰაეროვანი, შევედით დიდ თაღში, აი რა ადგილში გადაკვეთის ადგილას და შემაერთებელი თვალი გავაკეთოთ. მოდით ნახოთ ერთი რა გამოდის. აი აქ შევაერთეთ. შეხედეთ, აი ამ ადგილას ჩვენ უკვე შეგვიძლია აქ გამოვიტანოთ ძაფი, მოვწყვიტოთ ძაფი და ჩავამაგროთ ესე და ნახეთ როგორი გამოგვივიდა სამკუთხედი. შემდეგ ნაწილში ჩვენ გავაკეთოთ უკვე ძირი, ლამაზი ძირი. სამწუხაროდ მობილური 30 წუთზე მეც ვერ იწერს, ალბათ მეხსიერება ვერ იტევს და მიხდება ესე ნაწილებად გადაღება. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებას.